მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ საუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ჩვენ კი ვიწყებთ ეპიზოდს და არა ვლოგს, იქიდან გამომდინარე, რომ წინა კვირას უნდა გამოსულიყო ჩემი ვიდეო ვლოგი, რომელიც ვერ გამოვიდა კონკრეტული მიზეზების გამო და თუ თქვენ ხართ ჩემი Telegram არხის გამომწერი, იცით ეს მიზეზები, თუ არა და მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ ყველა სიახლე live რეჟიმში გაიგოთ. აქ ახლა არ ვისაუბრებ რა იყო მიზეზი, იმიტომ რომ ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვანი მიზეზი ქონდა ამ ყველაფერს. ახლა ვისაუბრებ ყველა იმ პროექტზე და აი აქ მაქვს დაგროვილი, რაც მაქვს ამ ეტაპზე პროცესში და ბოლო რამდენიმე დღე, როდესაც ეს ჩემი მიზეზი აღარ იყო უკვე მიზეზი, ვიდეოს არ გადაღების, დავიწყე ძალიან ბევრი ახალი პროექტი. საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ ახლა ძალიან ბევრი დაუმთავრებელი ნივთი მაქვს ჭირებზე და ყაისნახზე. რასაც რა თქმა უნდა ერთად წყნარად ვშვიდათ, აუღელვებლად დავამთავრებთ. ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ აბსოლუტურად ყველა ის ნივთი, რაც მაქვს ქსოვის პროცესში. არ დამითვლია, შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთად გავაკეთოთ, ერთად დავთვალოთ. რამდენი ნივთი მაქვს დაწყებული ახალი და ზოგიერთი ნივთის დაწყების მიზეზი იყო ის, რომ რამდენიმე ბლოგის წინ ვისაუბრე იმაზე, რომ თანამშრომლობ მაღაზიასთან, რომელიც მდებარეობს ვაკეში და ვამარაგებ ჩემი ნაკსოვის სათამაშოებით. რამდენიმე დღეს წინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი სათამაშოებიდან დარჩენილია სულ რაღაც 5 ცალი. არადა ბოლოს საკმაოდ დიდი პარტია მივიტანე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიხარია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვქსოვო ახალი სათამაშოები. კონკრეტულად მოთხოვნა იყო საჩხაკუნოებზე და მოდით ამითივე დავიწყებ, რადგან აი აქვე დევს კალათაში ეს ჩემი კედლის კარადის კალათებია, რომელიც ძალიან კომპაქტურია ესე პროცესების შესანახად და გაჩვენებთ ახლა რა მაქვს დაწყებული, ანუ თხოვეს რომ საჩხაკუნოები გამეკეთებია ახალი ცხოველები. ახალი ცხოველები დიდად ვერ მოვიფიქრე რა შეიძლება და გამეკეთებინა გარდა 3-ისა, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი არის ნახევრად ფაბრიკატების მდგომარეობაში, შეიძლება დიდად გაუგებარი იყოს რომ რა ცხოველები იგეგმება საერთოდ, მაგრამ ვეცდები რომ აგიხსნათ. თუ არა და რა თქმა უნდა შემდეგ ვიდეოში ეს ყველაფერი უკვე დასრულებული ნივთების სახით იქნება, რისთვისაც აუცილებელია რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ გამოტოვოთ ეს შემდეგი ვიდეო. გაჩვენებთ ესე იგი გამეორებებს, რაც გავაკეთე გამეორებები, ეს არის 2 ცალი გავიმეორე, აი ესეთი ბურთულები. ეს არის Yarnart ჯინსი, კოდები ზუსტად უკაცრავად. კოდები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს როგორც მახსოვს არის 07. ძალიან ლამაზი ფერია. ესეთი მაქვს 2 ცალი გაკეთებული, ვიფიქრე რომ იქიდან გამომდინარე, რადგან ახალი ცხოველები მთხოვეს, ან ძველებს რამდენიმეს გავამეორებ, რაც ვიცი რომ კარგად იყიდება, თუმცა ახლებსაც დავამატებ. ესენი იქნება ან ცუგა და ლომი, ან კოალა, შეიძლება კოალას გავაკეთო, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი, როდესაც ვქსოვდი, მქონდა რაღაცა აზრები, რატო ვქსოვდი კონკრეტულად ამათ. მაგრამ ახლა უცებ არ მაქვს არანაირი აზრი, გაფორმების დროს როგორი განწყობაც მექნება, იმის მიხედვით გავაკეთებ ამ ორს. ესენი მქონდა იდეაში რომ არიან დათუნიები, ესეთი კარგი ყავისფერი დათუნიები, ასე რომ 2 ცალი იქნება ესეთი. შემდეგი, რაც არის გამეორება, ეს კონკრეტულად მქონდა გაკეთებული კოალას ჩანაფიქრით, რომელიც საკმაოდ ისეთი მოთხოვნადია. ხოლო აი ესეთი ღია ფერის ეს არის ბაჭია მომავალი და მაქვს 3 ახალი, ძალიან ისეთი უცნაური და შეიძლება ითქვას საწყისად არასახასიათო, მაგრამ ეს იქნება თუ სწორად მახსოვს სამეფო იხვი ქვია ამას, ანუ მწვანე იხვები რომ არის, იმას გავაკეთებ, აი ესეთი ლამაზი ხაკისფერია, ცოტა უფრო მუქია ვიდრე კამერაში გადმოიცემა, მაგრამ ეს არ არის Yarnart ჯინსი, ეს არის ლანოსო, ალარმა ქვია მე მგონი, საკმაოდ სქელია ვიდრე Yarnart ჯინსი და ისეთი მჭიდრო თვლები გამოვიდა, აი გაჩვენებთ ახლა მაგალითად. აი ეს არის Yarnart. თუ ჩანს რაიმე განსხვავება, ანუ ამას უფრო დიდი თვლები აქვს და უფრო მეტად კვრივი ნაკსოვი გამოვიდა და ეს 2
ვარდისფერი, უფრო მუქი ვარდისფერია ეს და ეს კარგად გადმოიცემა. ესენი იქნებიან ფლამინგოები. ერთი ისეთი ძალიან მკვეთრი ფლამინგო, ეს უფრო ისეთი ნაზი. ასე რომ ორი ახალი სათამაშო დამემატება ასორტიმენტში და ჯამში გამომივიდა რომ აი აქ სულ მაქვს 2 4 6 7 8 9 ცალი სათამაშო მაქვს გასამზადებელი, თუმცა ჯერჯერობით გეგმაში მაქვს რომ კიდევ დავამატო რამდენიმე დიდი იმედი მაქვს რომ 15-მდე გავზრდი და როგორც კი 15-ვე მექნება მზად, მე უკვე წავიღებ და ჩავაბარებ მაღაზიაში და შეიძლება პატარა შორტის სახით გადავიღო მთელი ეს პროცესი, სადმი მაქვს და სად მდებარეობს ეს მაღაზია. ვერ გპირდებით ამას, მაგრამ შეიძლება მქონდეს განწყობა და გადავიღო. ეს არის რაც ეხება სათამაშოებს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს აი ამ სათამაშოების ქსოვის პარალელურად იმდენად მომინდა რომ სხვა დიდი ზომის სათამაშოებიც მოგხსოვო, არ ვიცი როგორ იქნება ეგ ყველაფერი დროის კუთხით, მაგრამ როგორც კი აი ამ ჩემს დაწყებულ პროექტებს ასე თუ ისე შევამცირებ, აუცილებლად დავიწყებ რაღაცა სათამაშოების ქსოვას, იმიტომ რომ ძაფები როგორც იცით მაქვს ძალიან ბევრი, წინაზე შარშან შევიძინე დიდი რაოდენობით იარნარ ჯინსი და ალიზე კოტონ გოლდი, აი მართლა დიდი რაოდენობით, მე თუ გინდათ კომენტარებში დამიკომენტარეთ ახალი გამოწერები ვინც ხარ და ძველ ვიდეოებს არ უყურებთ, ახალ ვიდეოშიც გაჩვენებთ რა რაოდენობის ძაფი მაქვს უშუალოდ სათამაშოების აქსოვად და საერთოდ რას ვიყენებ სათამაშოებისთვის და თუ რაიმე რჩევები გჭირდებათ ჩემგან, ესეც დამწერთ კომენტარებში, აუცილებლად გაგიზიარებთ გამოცდილებას. და ძალიან რა მომეწონა ყველაზე მეტად, რომ ძალიან მომინდა ტანსაცმელების ქსოვა სათამაშოებისთვის, აი პატარა წინდები, აღვანდო თუ იცით ჩემი სათამაშოები ზოგადად, ანუ ცალკე წინდებს და ფეხსაცმელებს არ ვქსოვ, ანუ ფეხით რო ვიწყებ ქსოვას, ისე ვქსოვ თითქოს აი წინ ბათინკიცაცვია, წინდაცაცვია და მე იწყება ფეხი და ეს ყველაფერი იმდენად მომწონს, რომ მე აი კაბაზე ვფიქრობ, ჯემპრი, ჟაკეტი რაღაცა, აი ძალიან მომწონს ეს პროცესი და მინდა რომ მოვქსოვო სათამაშო, რომელსაც მე გამოვპრანჭავ. შესაბამისად უახლოეს მომავალში უნდა მოვიცალო ამ ყველაფრის გასაკეთებლად. შემდეგი ნივთი, რასაც მუშაობდი და სხვათა შორის პირდაპირ ამ ნივთზე გადავალ ახლა. თუ გაქვთ ნახეთ ძველი ვიდეოები, იქ ერთ-ერთ ვიდეოში ვსაუბრობდი რომ უნდა მოვქსოვო პოლო დედასთვის. მოვქსოვე კიდევაც და აღმოჩნდა რომ აი ამ ადგილას ძალიან განიერი დავტოვე აი ამ გადაჯვარედინებული ნაკსოვისთვის, რომელიც მე ისე უნდა გადაიშალოს საყელო და არ მომეწონა და გადავწყვიტე რომ უნდა დამერღვია და გადავდე. დავიწყე ალბათ ასე 10 თვით მინიმუმ, მეტით თუ არა და საბოლოო ჯამში ანუ არ დავარღვიე. მე პინტერესტზე წავაწყდი ფოტოს. პინტერესტი ჩვენი ცხონება. პინტერესტზე წავაწყდი ფოტოს, სადაც არაჩვეულებრივი ვარიანტი იყო. როგორ გამოვძრომილიყავი ამ სიტუაციიდან, ხო და გადავწყვიტე რომ გამომიყენებინა. ამოვქექე ეს ჩემი დაწყებული პოლო და მოვქსოვე საყელო. დამრჩა მარტო თვლების დახურვა. აი ამ ნივთზეა საუბარი. ახლა გაჩვენებთ. აქ არ მაქვს ნაკერები გაკეთებული გვერდითა, ანუ აი ეს ნაკერები არ არის გაკეთებული, მაგრამ საყელოს ძირითადი ნაწილი არ ვიცი ჩანს თუ არა ახლა. გავაკეთე და გულისხმობ ზუსტად აი ამ ნაწილს, რომ იყო ძალიან განიერი და ესეთი სისქე ერთ მხარეს წამოსული და მე იგივე სისქე მეორე მხარეს წამოსული და ერთმანეთზე გადადებული ეს 4 ფენა გამოდიოდა ძალიან სქელი. ვიპოვე ესეთი გამოსავალი, რომ მომექსოვა, იმედი მაქვს ჩანს. აი ეს პატარა დეტალები ცალ-ცალკე, რომელიც ერთმანეთზე არ იქნებოდა გადაჯვარედინებული და ეს ყველაფერი მოვქსოვე, გავაკეთე უკვე უშუალოდ საყელოს დამუშავება, ანუ ამოვიყვანე თვლები, მოვქსოვე კიტლოვკის იმიტაცია და მოვქსოვე ორმაგი, ანუ უკანა მხრიდანაც და წინა მხრიდანაც არის წაღმა და მათ შორის არის სივრცე, ორმაგი საყელო, რომელიც ახლა უბრალოდ თვლები უნდა დავხურო და რამდენიმე დღე დამქონდა სამსახურში იმ იმედით, რომ მექნებოდა განწყობა და мотиваცია, რომ ეს თვლები ერთმანეთში დამეხურა ნემსით, თუმცა ესეთი სიტუაცია არ ჩამივარდა ხელში არც ერთ დღეს.
და ჯერ კიდე ეს ნივთი მიდევს ესეთ მდგომარეობაში. Როგორც კი ამას ვიზამ, მე გადავალ აი ამ სექციის გასაკეთებლად. ეს უნდა იყოს მკლავი, რომელიც მანქანაზე უნდა მოიქსოვოს და აქვს აი ესეთი ძალიან ლამაზი ჭრილი და მოკლე რიგებით უნდა მოიქსოვოს მკლავი. ბოლოში დამუშავება ისევე როგორც ქვედა მხარეს, ანუ აქ არის შეკეცილი და მერე თვალში დახურული და ზუსტად ანალოგიურად უნდა დამუშავდეს უკვე მკლავიც. ანუ რეალურად ძალიან რომ მოვინდომო, დღეს საღამოს ამას დავამთავრებ. მაგრამ როგორც ყოველთვის არის სხვა პრიორიტეტები, რომელიც უფრო სწრაფ მუშაობას მოითხოვს ჩემი მხრიდან და ეს ნივთი იქიდან გამომდინარე, რომ ვერ მოვასწარი წინა კვირას ამის დასრულება, ახლა ოქტომბრამდე უკვე აღარ მეჩქარება. შესაბამისად, გადადებულია, თუმცა ის ფაქტი მომშვიდებს, რომ ყველაფერი არის კარგად, თან ადრესატმაც მოიზომა, მოერგო, ყველაფერი აქვს კარგად. სიგრძე, სიგანე, საყელო, ჭრილის სიღრმე, ყველაფერი არის იდეალურად, ასე რომ აუცილებლად გვექნება ესეთი დამთავრებული პოლო უკვე შემდეგ ვიდეოში, როგორც კი ვიპოვი აი ამ 4-5 საათიან ჭრილს ჩემ განრიგში, არც გაბედოს ისო. ძაფი დამივარდა და ეგრევე მობილიზდა. გვექნება ესეთი დამთავრებული პოლო და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმის, რომ როდესაც ნივთი იწვევს ეჭვს და თვლით რომ არ არის საკმარისად კარგი, არ იჩქაროთ დარღვევა თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, მაგალითად გსავთ თქვენთვის და არა შეკვეთით და არა საჩუქრად და ანუ გაქვთ დრო, გადადოთ, დამშვიდდეთ, გაანალიზოთ რა შეიძლება გაკეთდეს ისე რომ არ დაირღვარს ნივთი თავიდან ბოლომდე და მერე მიუბრუნდეთ. ამ ნივთს კონკრეტულად დაჭირდა ამისთვის 10 თვე. თუმცა ახლა ანუ ზუსტად 4 საათი თუ 4-5 საათი დამჭირდა საყელოზე და ამდენივე დრო მჭირდება რომ მოვქსოვო უკვე დავასრულო ეს, მოვქსოვო მკლავები, გავაკეთო ნაკერები, გავრეცხო და დავდო გასაშრობად. ანუ ამდენივე დრო მჭირდება, თუმცა ეს რომ მე თავი დამერღვია და თავიდან მომექსოვა, ჯერ ეს ერთი ძაფი დეფორმირდებოდა. იმიტომ რომ ამდენი ხანი იდო ნაქსო მდგომარეობაში, მერე მეორე ძაფის გასწორებაზე დამეხარჯებოდა დრო, მერე თავიდან გამოთვლებზე, თავიდან მოქსოვაზე, ეჭვი მაქვს რომ შეიძლება და არ გამომსვლოდა ისე როგორც მქონდა თავიდანვე ჩაფიქრებული, ასე რომ ახლა ვარ კმაყოფილი და ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ, ამ ძაფის გარდა კიდე მაქვს ერთი გორგალი და დიდი შანსია რომ ის ერთი გორგალი მეყოს რომ მოკლე მკლავი კი არ გავაკეთო, არამედ თლიანი მკლავი გავაკეთო და ამ ნივთმა საბოლოო ჯამში უნდა იცხოვროს იტალიაში, შესაბამისად იქაურო შემოდგომა გაზაფხულის კლიმატს არაჩვეულებრივად მოერგება აი ზაფხულისას ვერანაირად, იმიტომ რომ ძალიან ცხელა, ძალიან ნოტიო ჰავაა იმ რეგიონში სადაც დედა და შესაბამისად შეიძლება გავაკეთო გრძელმკლავიანი პოლო, რომელიც თითქმის ყველა სეზონზე გამოადგება. ასე რომ მაგაზეც ვიფიქრებ თუ არა და დავიმატებ ერთ გორგალს არ არის პრობლემა. მაგრამ აქედანაც დამრჩება, იმიტომ რომ აქედან ალბათ წამივა დაახლოებით, არ ვიცი, 15 მეტრი? არა, რა სისულელეა. 3-4 მეტრი წამივა აქედან და დანარჩენი დამრჩება მკლავისთვის და მთელი გორგალი. შეგახსენებთ რომ ეს არის მთლიანად 4 ბურთულის საქმე. ანუ ერთი კიდე მაქვს და შანსი მაქვს რომ დავიმატო. ესეთია აი ამ პოლოს ისტორია, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ როგორც იქნა, კიდევ ერთი პოლო მექნება დასრულებული, იმიტომ რომ დამწყებებს უმართლებთ ზუსტად. ვიყავი დამწყები საქსო მანქანაზე და ვარ ჯერ კიდე დამწყები და პირველი ნივთი გამიმართლა რომ მოვქსოვე იდეალურად. აი მართლა კარგი პოლო გამოვიდა პირველი ლანა გროსა ბალენოს დაფით მოქსოვილი. თუ ვიპოვე ფოტოები აი აქ ჩავსვავ, თუ არა და რამდენიმე ვიდეოს წინ პირდაპირ ქავერის ფოტოზე მაქვს ის ძაფი, ფერადია იასამისფერი მწვანეში გადადის და ის პოლო როდესაც მოქსოვე, თავი ისეთი თავდაჯერებულობა იმ დონეზე ამივარდა, რომ მეთქი მეორე პოლოსაც მოქსოვ, დავიწყე ჩემთვის პოლო და არაფერი არ გამომივიდა. არაფერი.
მაგრამ ზუსტად მთელი მუღამიც იმას აქვს და мотиваციაც იმას აქვს, რომ საბოლოო ჯამში მაინც 4 ჯელსადე პოლოს მოქსოვა, იმ პირველი პოლოს მერე და პლუს მინუს კმაყოფილი დავასრულებ თუ არა იქნება მაგალითი იმისა, რომ კმაყოფილი ვარ 100%-ით თუ რამდენი პროცენტით, მაგრამ ის ფაქტი, რომ მეორე პოლოს შანსიც გაჩნდა, რომ მეორე პოლო იყოს ასევე კარგი და იდეალური, ძალიან მამშვიდებს და ვეცდები, რომ ჩემთვისაც პოლოს მოქსოვებისთვის რომ მოვიცლი, ისიც კარგი გამოვიდეს და სანამ არ გამომივა თავს არ დავანებებ. გადავალ შემდეგ ნივთზე. სანამ ბოლო ორ ნივთს გიზიარებთ, ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად განმავითარე. ეს არის ყაის ნაყიდ მოქსოვილი ნივთი, რომელიც გამოიყურება აი ასე, ძალიან ბევრი ძაფებია, რა თქმა უნდა, ძირსაც დამივარდა, მაგრამ ეს გამოიყურება აი ასე. მაქვს ერთი მკლავი და ნაკერი გაკეთებული. ნაკერი ბოლომდე არ არის გაკეთებული იქიდან გამომდინარე, რომ აქ დასამატებელია წინა მხარეს რიგები. და აი ესე გამოიყურება ახლა. აი ასე. ძალიან მომწონს, რაც გამოდის, ფერიც მომწონს. მეორე მკლავიც მაქვს მოსაქსოვი და მივხვდი ჩემ შეცდომას. ასეთთან დაკავშირებით სავარაუდოდ მასტერ-კლასს გადავიღებ, ესე ექსპრეს მასტერ-კლასს და უკვე მივხვდი რა და როგორ შეიძლება გამოვასწორო. ასე რომ, როდესაც მასტერ-კლასს ჩავწერ, იქ უკვე ყველაფერი იქნება, აი 1 2 3 მზად არის ნივთი. აი ესეთი ტემპით. იმიტომ რომ ამას ცოტა არ იყოს ვეწვალე, მაგრამ დარღვევა უკვე ძალიან მეზარებოდა და აი ამ წვალების პროცესში მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა, რომ ეს ნივთი გამოსულიყო სწრაფად, მარტივად და ისეთი პირველივე ცდაზე. დამრჩა მეორე მკლავი, რომელიც დაწყებული მაქვს და არ მომიტანია რატომღაც და სიგრძის დამთავრება. რაც შეეხება ამ მკლავს, მეზარება, მორღვევა და თავიდან მიკერება და რატო უნდა დამჭირდეს ეგეთი რამე საერთოდ. ყაის ნაყიდ გავაერთიანე და ეს ნაწნავი გამომივიდა ერთ შემთხვევაში, ანუ იღლია და აი ეს იღლის ქვემოთ, ანუ აი ეს ჭრილი ერთ მხარეს ეს ნაკერი და როდესაც მივაკერე უშუალოდ მკლავი, აი აქ სქელი ადგილი ჩანს, ამას ახლა შიგნიდან გაჩვენებთ. გამოვიდა შიგნით. ლოგიკური იქნებოდა, რომ აი ეს ჭრილიც და აი ეს ადგილიც ერთი მიმართულებით იყოს ეს ნაწნავი. ან შიგნით, ან გარეთ. ჩემ შემთხვევაში, ანუ ერთი არის სიტყვაზე გარეთ, მეორე შიგნით, ან ამოვაბრუნებ და პირიქით ეს ნაწილი გაქვს გარეთ და ის ნაწილი გაქვს შიგნით, ანუ ლოგიკური არ არის. უნდა დავარღვიო წესი და ეს მკლავი მივაკერო თავიდან და გავაკეთო ისე, რომ მაგალითად, ამოვედი აქედან, მოვედი იღლის ჭრილში, მივაკერე ჯერ მკლავი, მოვედი მეორე მხარეს და აქედან უკვე გავაგრძელე ქვემოთ. ამ შემთხვევაში ყველა ეს ნაკერი ჯერ ერთ იქნება ერთი ძაფით შესრულებული, მერე მეორე, ანუ ეს წყვეტილების გარეშე და მერე მეორე ის ფაქტი, რომ ნაწნავი იქნება ან შიგნით, ან გარეთ, ანუ როგორც მე გადავწყვეტ. თუმცა, რადგან ეს ნივთი გამოდის როგორც ესეთი სატესტო ვარიანტი, დიდად არ ვნერვიულობ ამაზე. ეხლა ერთი ნაკერი სადი, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მეორე მკლავზეც ანალოგიურად უნდა გავაკეთო. მოკლედ, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი სიმართლე რო ვთქვათ, მაგრამ დეტალი. რატო დამჭირდა ამ მკლავის ცალკე მოქსოვა და რატო არ შეიძლება ამ მკლავის ზედვე მიქსოვება? არის მიზეზი შემდეგი, რომ აი აქ ეს ვერტიკალური ხაზები, რაც მაქვს გაკეთებული, არის უფრო გრძელი, ვიდრე ჰორიზონტალურად აი ამ კვადრატის ზომა. ანუ ამ ნაწილში, ჩანს თუ არა? აი ამ ნაწილში, აი აქ. და აქ სხვადასხვა ზომა აქვს. შესაბამისად, მე რომ ეს წრეზე მიმოქსოვა, გამოვიდოდა, რომ აი ესე როდესაც გვიჭირავს. აქედან იქნებოდა ვიწროები, რომელიც ვიწროები წავიდოდა და ეს გრძელები იქნებოდა ვიწროები და გრძელები.
არ დაგჭირდება ისე რომ სიმეტრიულად იყოს. ანუ აი აქ არის ნაკერი მკლავის და ეს ზომები და ეს ზომები ახლა ერთმანეთს ემთხვევა. და ეს მივაღწია იმით რომ ამოვიყვანე მთლიანად თვლები და მოვხსოვე აი ესე, შემოვახვიე ხელს. ძალიან ბევრი ესეთი რაღაც ნიუანსებია ცოტა საწვალებელი, რომელიც ჩავინიშნე და ეხლა უკვე ვიცი ეს ყველაფერი როგორ გამოვასწორო. ამ ნივთში არა უკვე ახალის მოქსოვას, როდესაც დავიწყებ და ახალის მოქსოვას დავიწყებ უახლოეს მომავალში. ზუსტად როდის ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად მოვხსოვ. თან მაქვს ზაფი, თან რამდენიმე ფერში მაქვს ეს ოქსფორდის 100%-იანი ბამბა 50 გრამი 200 მეტრი და თან ძალიან ცოტა ჭირდება ამას. ზაფი კიდე როგორც მახსოვს 2 ლარი თუ 2 ლარი ნახევარი ღირს. როგორც კი მოვრჩები ამას აბწონი და გეტყვით რა რაოდენობის ზაფი დაგჭირდებათ და თუ გსურთ ჩემთან ერთად მასტერკლასით ამის გამეორება, შეგიძლიათ შეიძინოთ წინასწარ. ალბათ საუბარი იქნება რაღაც 8 ლარზე სავარაუდოდ და ჩემთან ერთად მოგსოვოთ და თუ ძაბს დაამატებთ და ამასაც აგიხსნით, შეგიძლიათ მოგსოვოთ კაბა. მთლიანი, გრძელი, გადასაცმელი საცურაო კოსტუმებზე, რომელიც ყოველწლიურად ზაფხულში ძალიან აქტუალური ხდება. ზღვის სეზონი როგორც კი იწყება, ან ზღვის სეზონი ან აუზების სეზონი, ასე რომ ძალიან კარგი ვარიანტია. ესეც ნივთი, რომელზეც ვიმუშავე და საკმაოდ ესეთი კარგი განვითარება მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი იყო წინის წინა კვირაში და არა იმ კვირაში, როცა უნდა გამოსულიყო ვიდეო. მერე შემდეგი ნივთი, რომელზეც ასევე კარგი განვითარება მქონდა და აი აქ მაქვს. ეს არის კარგი განვითარება რა რეალურად მარტო თვლები დავხურე და ჩხერიდან ჩავხსენი ნივთი. ეს არის ჩემი კარდიგანი, რომელზეც მუშაობ 100% შალის. აქ განვითარება იყო ის, რომ დავხურე თვლები და დავამთავრე სიგრძის ქსოვა. ჯერ რა თქმა უნდა ეს არც გარეცხილია, არც ორთქლში გატარებული და არაფერი, რადგან მკლავია მოსაქსოვი, მერე საყელოა დასამუშავებელი, რომელიც არის მრგვალი საყელო. ერთ წამით მოვიცმევ. კი მართალია, კაბას აი ეს აქ ესე იგი რა სიტუაცია გვაქვს? ანუ ეს არის მოკლე ნივთი, ანუ აი ესეთი სიგრძე აქვს. ჩემთვის ეს სავსებით საკმარისია, იმიტომ რომ მაღალწელიან შარლებზე ისედაც აი ესე მინდა რომ იყოს. დაორთქლის მერე ეს ჩამოიწელება და რეზინას ელასტიურობას ცოტა დაკარგავს და იქნება ზუსტად აი მენჯებზე. რაც შეეხება საყელოს, საყელო მე მაქვს აქ მრგვალი, აი ესეთი, ერთ წამით. აი ესე, მრგვალი საყელო მაქვს. ჯერჯერობით ეს ადგილი ძალიან ღიაა, გახსნილია, თუმცა როდესაც მოვხსოვ დამუშავებას და მოვხსოვ რეზინს, წესით სადღაც აი აქამდე, ანუ აი ამ ძვლებამდე უნდა დაიფაროს და შემდგომ უკვე იქნება ზედმიქსოვილი პლანკა ღილებისთვის და ღილებიც მაქვს უკვე ამ ნივთისთვის შეძენილი, რაც ჰოისაუცრება, იმიტომ რომ ზოგადად ღილების ეტაპზე ყველაზე ხშირად ვიჭედები, მაქვს რამდენიმე ნივთი, რომელიც ღილების ეტაპზეა გაშეშებული, ანუ დასრულებულია ნივთი ყველანაირად, დარჩა ღილების მიკერება და მან დავასტოპე. ამ შემთხვევაში იმდენად დიდი мотиваცია მქონდა, რომ ღილები უკვე მაქვს. ძალიან მინდა რაიმე მსგავსი ნივთის მოქსოვა, კიდევ ესეთი ზოლიანი, საყელოთი, ღილებით, მაგრამ ალბათ უფრო სქელი ძაფით. ნახოთ, მოკლედ ძალიან მომწონს ეს ნივთი. ამ ნივთის მოსაქსოვად მქონდა სულ თავიდან, როდესაც დავიწყე 2 ცალი ყავისფერი, აი ესეთი ყავისფერი და 4 ცალი თეთრი. თეთრი ჯერ კიდე მაქვს 1 ცალი ხელშეუხებელი გორგალი. ყავისფერი დავიმატე მესამე. და წესით ეს ყველაფერი უნდა იყოს საკმარისი, იმიტომ რომ ბოლო გავყიდეთ ამ ძაფის. ბოლო ერთეული და თუ ეს ძაფი დამაკლდა, მომიწევს რომ სპეციალურად ჩემი აი ამ ნივთისთვის გამოვწერო 1 ან 2 ცალი და ველოდო სანამ გერმანიიდან ჩამოვა ეს ძაფი. ასე რომ იმედი მაქვს მეყოფა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დამჭირდა
რეზინის დასამთავრებლად. თითქმის 45 გრამი არის აქ. იმედი მაქვს მეყოფა დამრჩა კლავები და მთლიანი გაფორმება საყელო და პლანკა უნდა იყოს ყავისფერი, იმიტომ რომ ქვედა რეზინა რადგან ყავისფერია, ესეც უეჭველი ყავისფერი უნდა იყოს. მანჟეტებიც უეჭველი ყავისფერი უნდა იყოს. იმედია მეყოფა. მოკლედ, აქ ესეთი სიტუაციაა, ცოტა რთული. თეთრი ზუსტად ვიცი რომ მეყოფა მესამე გორგალი ბოლომდე, ანუ ორი მკლავის მოსაქსავად ეს იქნება საკმარისი. და მეოთხე დამრჩება ხელშეუხებელი, თუმცა იმდენად კარგი ძაფია, რომ ამ დარწმუნებული ვარ, მოვიფიქრებ, რაში გამოვიყენო. ესეც ჩვენი გამოვიდა მეოთხე პროცესი. აი აქ პირამიდას კოშკს ვაშენებ. შემდეგი ნივთი, რომელიც არ მახსოვს უბრალოდ წინა ვიდეოში გაგიზიარეთ თუ არა განვითარება, მაგრამ ახლა გაგიზიარებთ, გამეორება არ მაწყენს. მოკლედ ამ ჯემპრში მაქვს პატარა განვითარება, რომელსაც ვარს მანდა მაინც ახლა მომდა ახმაურება. შეგახსენებთ, რომ ამას ვხსოვ იარნარტის ქარიზმათი, აი ესე გამოიყურება ეტიკეტი ამ ძაფის. ეს არის 80% შალი და 20% სინთეტიკა, აკრილი, აი აქ. არ ვიცი, ჩანს თუ არა. 100 გრამზე 200 მეტრი. სულ მქონდა ესეთი 5 ცალი, აქ უკვე არის ამიანა 4 და მეხუთე მაქვს დარჩენილი მეორე მკლავისთვის და სიგრძის დაგრძელებისთვის. ვნახოთ, როგორ იქნება ეს სიტუაცია. ძალიან ცხელა, თუმცა მეუღლეს ვთხოვ მოიზომოს, იმიტომ რომ ბისთვისაც ვხსოვ, ეს არის ჩემი მამთილი, რომელსაც აღნაგობა პლუს მინუს ჩემი მეუღლესნაირი აქ უბრალოდ არის მაღალი, უფრო თითქოს. ალბათ იმიტომ რომ გამხდარია მგონია რომ მაღალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი და იგივე ზომის ზედატანი ერგებათ და მოვაზომებ მეუღლეს, მეცოდინება სიგრძე დავამგრძელო მკლავის თუ არა. და მე უკვე გადავწყვეტ აქედან მომრჩება თუ არა საერთოდ ძაფი, რომ დავაგრძელო თვითონ ჯემპრი, რადგან ეს სიგრძე, აი, დავიტოლებ. ანუ მე მაქვს აი ჭიპს ცოტათი, აი, აქ მაქვს ჭიპი და აი ცოტათი ცდება და ესეთი მოკლე ფიზიკურად ვერ იქნება, ანუ მაღალი მამაკაცის ჯემპრი, შესაბამისად უნდა დავაგრძელო. და რომ დავაგრძელო, უნდა ვიცოდე რა რაოდენობის ძაფი მაქვს. ეს ძაფი შეძენილია 2 წლის წინ და ეჭვი მეპარება რომ იგივე პარტიული ნიშნით ვიშოვო კიდევ. თან გამოწერით ვიყიდე და შესაბამისად აქ ადგილზე დიდი ალბათობით სხვა პარტიული ნომრით დამხვდება, რომც ვეძებო და ეგ იქნება ფერში განსხვავებას მომცემს ეგ ყველაფერი. წინა ვიდეოში ვილაპარაკე, რომ შავი ფერით შეიძლება ჟაკარდი გავაკეთოთ ხო და ჯერ კიდე აქტუალურია ეგ თემა. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ ჯემპრში არ მომიწევს არანაირი ფერის დამატება. იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი დიდი დახრა აქვს. მე გრძელი მკლავია და აქ კიდე მანჟეტი უნდა იყოს, ანუ მე როდესაც აი ესე ვიტოლებ, აი ესე საყელოს როდესაც ვიტოლებ, მე მხარი და მე მკლავი ჩემ ხელს მტევანს ნახევრად მიფარავს. მაგრამ ამას კიდევ უნდა რეზინი. დიდი ალბათობით იქნება ეს ყველაფერი საკმარისი. მაგრამ მკლავებზე თუ მეყო ძაფი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიგრძეშიც მეყოფა. არ ვიცი რა გავაკეთო, გარდა იმისა, რომ მოვქსოვო და უკვე პროცესში გადავწყვიტო რა და როგორ უნდა გავაკეთო. აქ არის 400 გრამი და ზოგადად ანუ ამ ძაფით მაქვს მისთვის სხვა ნივთიც მოქსოვილი, ჟილეტი, გრძელი, ანუ საკმარისი სიგრძის მკლავების გარეშე დამჭირდა 300 გრამი. ეს 350 დაახლოებით. 350. ანუ ეს იმედს მაძლევს, რომ 500 გრამი იქნება საკმარისი. ნახეთ როგორ წავა ეს საქმე. მოკლედ, ესეც, რაზეც აქტიურად ვმუშაობ და მაქვს კარგი განვითარება, ვთვლი რომ კარგი განვითარება მაქვს. შემდეგი ნივთი, რომელსაც საერთოდ არ შევხები ვარ, აი საერთოდ ბოლო ვიდეოდან მოყოლებული და ბოლო ვიდეოშიც გაგიზიარეთ, რომ არ შევხები ვარ
და ამითაც ამ ვიდეოშიც არაფერი დიდად არ იცვლება. ეს არის ჯემპრი, რომლის ტექსტურ აღწერილობაზეც მუშაობდა ქსოვ ნიმუშს, რომლის ფოტოებიც მჭირდება. აი ესე გამოიყურება. არაფერი არ შეცვლილა, არაფერი არ დამატებია. შესაბამისად, ამ ნივთზე დიდად არ გავჩერდები, ანუ წინა და იმის წინა ვიდეოშიც ყველაფერი მაქვს ნასაუბრები, ანუ რა არის და როგორ არის და როგორ იქცოვება, ასე რომ ეხლა ამაზე აღარ ვისაუბრებ. თუმცა რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შემოდგომის დასაწყისში ეს ნივთი იყოს მზად და ტექსტური აღწერილობა იყოს მზად. მით უმეტეს რომ მე თვითონ მაქვს ვიდეოები ყველა და ჩანაწერები, სადაც თავიდან ბოლომდე არის აღწერილი და სიმჭიდროვითაც ვემთხვევი. ანუ იგივენაირად, იგივე თვლების რაოდენობა, ყველაფერი იგივე უბრალოდ. თან ვქსოვ და ფოტოები მჭირდება აი ამ პროცესის, რომ ეტაპობრივი ფოტოები ჩავრთო ტექსტურ აღწერილობაში. და თვითონ ნივთი, რომელსაც მე დასრულებულ ფოტოებს გადავუხებ. მოკლედ, ესეთია ამის ისტორია. შემდეგი არის იმედგაცრუების გამოსწორება, რადგან თუ წინა ვიდეოს უყურეთ, ახლა ამ ვიდეოში მოდით არ გაჩვენებ, მაგრამ შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ, რომ ჯერ არ დამირყვევია. ვქსოვ ლურჯი ფერის საროჭკას, რომელზეც ზაფი დამაკლდა, ის ზაფი ჩამომივიდა ამასობაში, ანუ იმ ვიდეოდან ამ ვიდეომდე ჩამომივიდა ეს ზაფი. მოვქსოვე, ანუ ზურგის ნაწილი, მხრების და წინა ნაწილი, მხრების დახრა, ყველაფერი გავაკეთე და უკვე რომ უნდა გადავსულიყავი ამ ნაკერების გაკეთებაზე და მკლავის ქსოვაზე, მეთქი ანუ ვიდეოში ხომ მჭირდება პატარა ნაწყვეტები. მოდი გადავიღებ თქო. და კამერაში გამოჩნდა რა დონეზე სხვადასხვა ზაფია. ანუ მე რაც მქონდა ალიზე ბელა, ის არის ცოტა უფრო მოთეთრო ფაქტურით, ანუ ლურჯი ფერი, მაგრამ აი ეს თითქოს თეთრი ბუსუსები აქვს ზედ, არის მატოვი და ცოტა უფრო მსხვილი ზაფი, აი ეს ქსოვის პროცესში ეს ვერ შევამჩნიე. მეორე ზაფი რაც ჩამომივიდა, ისეც არის ალიზე ბელა, 100 გრამიანი როგორც ჩემი, ფერი, ყველაფერი იდენტური, რა თქმა უნდა, კოდი, პარტიული ნომერი არ ემთხვევა. და ის არის ჯერ ესეთი ცოტა უფრო წვრილი, ბზინვარე და უფრო მეტად მკვეთრი ფერი. ანუ ეს მოთეთრო დაფარვა ძაბს არ აქვს. არის უფრო მკვეთრი ლურჯი. შესაბამისად, იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ამ ყველაფერს ვაკეთებ, ანუ მინდოდა რომ კამერაში ეკრანი ჩაეცვა, გადაიღო ვიდეო და ფოტო და ანუ ბარტერი უნდა ყოფილიყო თან ყველაფერთან ერთად და ეხლა კამერაში გამოჩნდება რომ იღლიამდე ეს ყველაფერი არის მოქსოვილი სხვა ზაფით, მე სხვა ზაფით და ანუ არ იქნებოდა ლამაზი. შესაბამისად, გადავდე გვერდზე, თითქმის დამთავრებული საროჭკა, რომელსაც დავარღვევ და იმ ზაფით მე მოვიფიქრებ რა მოგხსოვო. წავედი, ვიყიდე სხვა ზაფი, მერსირიზებული ბამბა და მოგხსოვე დეტალები, ესე იგი, შემდეგი დეტალები მაქვს მოხსოვილი უკვე. ანუ აქ ახალი რიგი მქონია დაწყებული და რიგის დასაწყისში გამიწყვეტია ქსოვა, მაგარია. ეს თან რადგან უკვე ახალი ზაფით ქსოვდი, უზორით შევცვალე და ეს გამოიყურება აი ასე. ანუ ზურგია მოხსოვილი და დაწყებული მაქვს იღლი, ჭრილი. ნაქსოვი არის მაქსიმალურად პრიმიტიული, ეს არის ორი თაღოვანი თვალი, ერთი ჰაეროვანი და ქვედა რიგში ვტოვებთ ერთ თვალს. და ამას ვიმეორებთ მთელ სიგრძეზე. საბოლოო ჯამში მივიღე აჟურული ფაქტურა, მაგრამ მამაკაცისთვის მე მგონი არაჩვეულებრივი ვარიანტი, რომ არ იყოს ძალიან გამჭვირვალე. ფერი თითქმის იგივეა, არაფერი დიდად განსხვავებული არ არის. ეხლა ვაკეთებ აი ამ დახრებს. უცნაური სუნია და უკვე მეშინია. მოკლედ ვაკეთებ აი ამ დახრებს და დავიწყე პარალელურად ქსოვა წინა კალთების, რომელიც გამოიყურება ასე, ეს არის 50 გრამი, რაც მოგხსოვე, ანუ აქეთ ამ მხარეს იქნება მიკერებული ღილები. ეს 50 გრამი, ანუ ეს ჯერ არ ვქსოვ ამას, ან მაქსიმუმ იღლიამდე ავიდე და იღლის ჭრილი გავაკეთო აქეთ ამ მხარეს, იმიტომ რომ
სიმაღლეში ზურგი უნდა მოგხსოვო ჯერ რომ ვიცოდე ზუსტად რამდენი რიგი მაქვს გასაკეთებელი. მაგრამ პარალელურად ვიფიქრე რომ აი ამ იღლის ჭრილებს სამივე დეტალს პარალელურად გავუკეთებდი, შესაბამისად დავიწყე ექსოვა. ეს არის მეორე მხარე, რომელსაც აქეთ უკვე ნახრეტები აქვს ღილებისთვის, აი ესენი და ერთი მეორეს უნდა დაედოს. ესეც 1.25 გრამი, 50 გრამიანია, თუმცა ამ შემთხვევაში რიგის დამთავრებაზე ეს ზაფი არ მიყო. მით უმეტეს რომ ღილებისთვის ნახრეტები გავაკეთე და მაგალითად ესეთ ეკონომია უნდა გაიკეთებინა ძაბზე, თუმცა არ მიყო. აქ რიგი დავამთავრე და პლუს დამრჩა რაღაც სიგრძის ზაფი. მოკლედ. ეს ზაფი ვიყიდე სულ 500 გრამი, მაგრამ მაღაზიაში ჯერ კიდე არის ეს ზაფი შევიძინე გუშინ წინ და ეს ყველაფერი მოგხსოვე 2 დღეში. სამსახურში ანუ დღის მეორე ნახევრიდან გუშინ წინ დღის მეორე ნახევრიდან დავიწყე ქსოვა და დღეს ჯერ არ შევხები ვარ, ანუ გუშინ და გუშინ წინ ვქსოვე სულ. საკმაოდ ისე სწრაფად იქსოვება, ალბათ იმდენად მინდა უკვე რომ დავამთავრო და არ ვალოდინო ადამიანი ამდენი ხანი, როდესაც შეპირებული ვარ და თან ვერ დავადგი საშველი. მოკლედ გადავწყვიტე რომ რადგან მეორეს ვქსოვ, იგივე დროს ფიზიკურად ვეღარ დავუთმობ რამდენიც პირველის ქსოვას დავუთმე და უნდა ეს ყველაფერი გავაკეთო უფრო ტემპში, სწრაფად, საკმაოდ კარგადაც გამომივიდა. მოკლედ, ესე გამოიყურება ამ ეტაპზე, უკვე მაქვს მე 6 პროცესში, დარჩენილი მაქვს 4 ცალი 50 გრამიანი, ანუ 200 გრამი. დარწმუნებული ვარ, რომ დამჭირდება დამატება და დღეს დასვენების დღე მაქვს, დღეს ვიდეოს მონტაჟის დროს დავიწყებ ამის ქსოვას. მაქსიმალურად სწრაფად მინდა გავხარჯო ეს ჩემი 10-ვე გორგალი, რომ ზუსტად ვიცოდე მჭირდება თუ არა დამატება და რამდენის მჭირდება, რომ გავწმიდე მაღაზიაში და როგორც მახსოვს, ბოლო 6 ცალი იყო დარჩენილი და ვიყიდო, იმიტომ რომ აქაც სიტუაცია არის, რომ ეს არის ფერიას ზაფი, თურქული წარმოების მერსერიზებული ბამბა. 125 მეტრი არის 50 გრამში და ისეთი ფირმაა და ისეთი ზაფია, რომ ყველა მაღაზიაში არ იყიდება. შესაბამისად, უნდა მოვასწრო მოქსოვა, რომ მივბრუნდე მაღაზიაში, საიდანაც წამოვიღე და დავიმატო თუ დამჭირდა. ის რაც მოქსოვე, თუ გნებავთ ჭრილს გავაკეთებ, შემდეგ ვიდეოში და ჯერ არ დამირღვევია, გაჩვენებთ რა ეტაპზეა. შემდეგი ნივთი, რაც უნდა დავარღვიო, იმიტომ რომ მივხვდი, რომ სხვა რაღაცის მოქსოვა მინდა ამ ზაფით. ოღონ სხვა რაღაცის მოსაქსოვად ეს ზაფი თმაჩაიყოთ. სხვა რაღაცის მოსაქსოვად სხვა ფერის ზაფიც უნდა დავიმატო და ორი ზაფის კომბინაციით უკვე უნდა მოხსოვო სხვა ნივთი. ეს ქუდი, რომელსაც ვხსოვ რაფიის ზაფით, არ შევხები ვარ. რაღაცნაირად სურვილი დამეკარგა ქსოვის, არა და უზომოდ მომწონს. მე პირადად ვერ დავიფარებ, იმიტომ რომ ძალიან სქელი თმა მაქვს და თან დახვეული. თუ არ გავისწორე და დავივარცხნე რომ გაჩერდეს ეს სწორად, დიდი თავი მაქვს ამ შემთხვევაში და ვერანაირ ქუდს ვერ ვიფარებ. ამიტომ ეს იყო თავიდან გათვლილი საჩუქრად, მაგრამ ვისთვისაც ფიქრობდი საჩუქრად არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ადამიანი ამას ატარებს. შესაბამისად, ყველა უბრალოდ დროის დახარჯვა არ მსურს და გადავწყვიტე, რომ მოვხსოვო სხვა ნივთი, ელემენტარული გავტესტო ჩემი იდეა და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უკვე პეკინის 36-ში იქნება ლაივ რეჟიმში მასტერ კლასი, სადაც შეგიძლიათ რომ დაესწროთ და იქ შეისწავლოთ იმ ნივთის მოხსოვა, რომელსაც ამ ზაფით გავაკეთებ, მაგრამ ეს უნდა დავარღვიო, 2 დღეში გავატარო და ბაბინაზე უკან დავახვიო, რომ მოხსოვო სხვა ნივთი. -1 პროექტი და საბოლოო ჯამში რომ დავიანგარიშოთ, გამომივიდა 1 2 3 4 5 6 ნივთი ჭხირებზე და ყაიზნაბზე და 9 ცალი საჩხაკუნო, რომელსაც კიდევ 6 უნდა დაემატოს, მაგრამ ჯერ 9 არის. ანუ 15 ნივთი მაქვს ამ ეტაპზე პროცესში. ასე რომ სადარი ის დრო 2 ნივთი რომ მქონდა დარჩენილი. არ განვიცდით 28-დან ჩამოვედით 2 ნივთზე, 15 არაფერი არა, მით უმეტეს, როდესაც აი ეს სათამაშოები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავრო და მივიტანო მაღაზიაში, შესაბამისად
10 იქნება, 15 იქნება ეს სათამაშო, თუ 20 საჩხაკუნო იქნება, ნებისმიერ ვარიანტში მაქვს დასამთავრებელი ძალიან სწრაფად და მისატანი ძალიან სწრაფად. შესაბამისად, ამ სათამაშოების გარდა რომ დავთვალოთ 1 2 3 4 5 6 ნივთი მაქვს. 6 უკვე დიდი პრობლემა არ არის და ყველა ისეთ ეტაპზეა, რომ აი ცოტაც და დამთავრდება და ეს ცოტაც როდის იქნება, მაგას შემდეგ ვიდეოში გაიგებთ. ასე რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, სადაც გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთს ვიდეო და ფოტო მასალა გავუზიაროთ და ვიცოდეთ ვინ რაზე მუშაობს, ვინ რას ქსოვს, ვის რისი მოქსოვა გაუჭირდა და რჩევა ჭირდება, ანუ ძალიან საყვარელი, ძალიან პოზიტიური ხალხია შეკრებილი Telegram-ზე, რა თქმა უნდა, აქაც უდაოდ, უბრალოდ იქ თითქოს უფრო მეტი სიახლოვე გვაქვს ერთმანეთთან, რაც ძალიან მომწონს და ძალიან მომწონს აი ეს უშუალო ურთიერთობები. შესაბამისად, თუ თქვენს გსურთ მსგავსი, გამოიწერეთ Telegram არხი და შემომიერთდით, თან ყველაფერთან ერთად უფრო სწრაფად გიზიარებთ, რა იცვლება ჩემს ცხოვრებაში და თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ, გამომყევით. ასევე ძალიან გავაქტიურდი TikTok-ზე და თუ ხართ TikTok-ის მომხმარებელი, გამოიწერეთ TikTok-ი, სხვათა შორის ვცდილობ, რომ TikTok-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე ანუ განსხვავებული კონტენტი შევქმნა. გავიმეოროთ, რა ვთქვი ახლა მე. მოკლედ, თუ გაქვთ TikTok-ი, გამოიწერეთ ჩემი არხი, რადგან ვცდილობ, რომ ყველა პლატფორმაზე, სადაც ვარ რეგისტრირებული და სადაც მყავს გამომწერები, ერთმანეთისგან განსხვავებული კონტენტი განვათავსოთ და შემოგთავაზოთ, ასე რომ ვცდილობ, რომ არ იყოს ის გამეორებები, რომ ერთი დავდე Instagram-ზე, მერე იგივე გავიმეორე YouTube-ზე და იგივე გავიმეორე TikTok-ზე, ხანდახან ესეთებიც ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესწილად ერთმანეთისგან განსხვავებულია, ასე რომ გამომყევით ყველა სოციალურ ქსელში, სადაც თქვენთვის არის მოსახერხებელი, რომ ვიყოთ უშუალო კონტაქტზე ერთმანეთთან. რაც შეეხება YouTube-ს, ანუ ძალიან ირონიულია ის ფაქტი, რომ ბოლო ვიდეოს კომენტარი იყო ზუსტად ერთ-ერთი მომხმარებლის გამოწერის მხრიდან, რომ როგორ უხარია, რომ ამ ბოლო დროს ხშირად დავიწყე ვიდეოების დადება და ამ დროს მე გავქრი 2 კვირით. ანუ მართლა ვცდილობ, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, ჩემს ცხოვრებაში რაღაცაები ისე ექსპრონტად ხდება და აი ეს მიზეზი, რამაც ამომიგდო წინა კვირის ვიდეო, ზუსტად ექსპრონტად მოხდა, არ ველოდი ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში მივიღე ის შედეგი, რომ არ მაქვს ვიდეო. მაგრამ ეგ არაფერი, ანუ მთავარია, რომ ყველაფერი არის კარგად, ყველა არის კარგად. ასე რომ ვიდეოს ყოფნა, არ ყოფნა, ეგ უკვე ისეთი მომენტია, რომ შეგვიძლია მაგაზე თვალი დავუყუჭოთ. მოკლედ, მეგობრებო, დაგემშვიდობებით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, როგორც ყოველთვის. გისურვებთ, რომ მუდმივად გქონდეთ დრო და განწყობა საკუთარი ჰობით დაკავდეთ და საყვარელი საქმიანობით. აუცილებელი არ არის ეს იყოს მანდ-მაინც ქსოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ძალიან გადატვირთული პერიოდი, როდესაც გვაქვს და სტრესული, ანუ ვერც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება ეხლა რაღაცა სასიამოვნოთი დავკავდეთ. ამიტომ გისურვებთ ზუსტად აი ამ დროს საყვარელი საქმისთვის, იმიტომ რომ ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი არის მშვიდად, არ გაქვთ ბევრი სანერვიულო და გაქვთ უნარი და განწყობა თქვენი დრო განაწილოთ ისე, რომ თქვენ დროში იყოს გათვალისწინებული საყვარელი საქმით დაკავებაც. ასე რომ გისურვებთ ამ ყველაფერს. გიგზავნით ძალიან ბევრ სითბოს, რაც მაქვს. და ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ ვიდეოში. არ ვიცი როდის იქნება. წინასწარ უკვე აღარაფერს აღარ გპირდებით, იმიტომ რომ ძალიან მეცვლება ხოლმე გეგმები. ასე რომ არ გპირდებით, მაგრამ ერთი ფაქტია. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.